დღეს ისეთი რამე მოხდა, რომ არ დამიჯერებ. ამჯერად რა მოხდა? მიამბე. არ მეხუმრება. დღეს ვიღაც გოგომ დარეგა. მოიცადე, ჯერ ჩაის მოგიდა. სახლში შეგიბადიშებდი, მაგრამ არ მინდა ვინმე მოგვისმინოს. ასე რომ აქ ვიყოთ. სალიხა, რომ არ წავიდე ცნობის მოყვარეობით მოვკვდები. მსგავსი უცნაური რაღაცები არასდროს მომისმენია. მითხრა ალბათ გრძელი, ხვეული თმა გექნებაო და იდირა. ყველაფერი ნათელია. ეტყობა ილიას ხვდებოდა. მერე კი ილიასმა შენ გაგიცნო და ის მიატოვა. ყოფილი შეყვარებულები ყოველთვის ახლებს ეძრებიან. არ წახვიდე. ეს შეიძლება საშიში იყოს. არა სალიხა, რომ არ წავიდე ინტერესი მომკლავს. თუ ასეა, ერთად წავიდეთ. ციცაკის ბალონსაც თან წამოვიღებ. რა? ციცაკის ბალონი როდ გინდა? მამა მიყიდა. რა იცი რა ხდება? ძიათ არ იქნა ციცაკის ბალონი გიყიდა? ღმერთო. ჯობს ის მითხრა ჰელენს რას უპირებ. ყველაფერი მოვაგვარე. დეიდე ჰელენა თავი დაგონება. ძალიან კარგი. ეთქობა შენთან ურთიერთობა ვერ გარისკა. შენი ბიჭი რატომ წავიდა? არ ვიცი. მაგ ბიჭის ვერაფერი გავიგე ასია. იმ დღეს ნომერი გამომართვა. წოვლების შემდეგ გასეირნება შემომთავაზა. მერე კი ილიას ავარია მოუვიდა. თითქოს ილიასის ავადმყოფოში წაყვანისთანავე ომერმა მეხსიერება დაკარგაო. გასაკვირი არაფერია. თავიდან ყველაფერი რთულად მიდის. ჯერ 3 დღეც არ გასულა. მე გამოცდილი ქალივითო აპარაკობ. პატარა როგორ არის? ჩემი არ იყოს ამასაც თავგზაებნა. უეცრად უცხო ოჯახში, უცხო ხალხში აღმოჩნდით. ეს საკმაოდ ძნელია. თანაც ახალგაცნობილი კაცის ხელში. სალიხა, შეყვარებული ვარ. კარგი ერთი. ამას ახლა მიხვდი? ხო, ახლა მიხვდი. დღითი დღე სულ უფრო მეტად მიყვარდება. ერთად ვიძინებთ, ერთად ვიღვიძებთ. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტად მიყვარდება. წარმოიდგინე, 30 წლის შემდეგ რაც ძლიერ მეყვარება. ძალიან ძლიერ. არა, მოგვეზრდება. ილიასი, მე? ჩვენი სიყვარული უსასრულოა. ერთმანეთი არასდროს მოგვეზრდება. ყურებამდე ვარ შეყვარებული. მოგზანდი ძმაო ტაჰირ. გმადლობ. ილიასის ნახვა მინდა. ოთახშია ზემოთ. შეგიძლია? დაუძახო. კარგი, წავა.